მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვარ პენსილვანიაში, ბენსალემში, ჩემ ჯადო მანქანას გაუფუჭდა უკანა ბალკარა, თოვლი იყო და პატარა უასრიალე, პატარა რაღაცები მაიმუნე და გაუფუჭდა რა ბალკა და ტალახიანია სულ. ხო და ამის ვერ ვიშოვე რა, თან ხვალ გავდივარ. და აქ ჩამოვედი, აქ ქონდათ პრიუსის დაშლილები აქვთ რა, განახეთ შიგნით რა ხდება რაღაცები და მოკლედ ამაზე ქონდათ არ ქონდათ რა ამის ნაწილი ეხა რა და პრიუსესი მიდიოდა რა და გამოწერას დრო გამოგვეწერა ან გვეყიდა ხვალ უნდა მოსულიყო რა და დღეს საღამოთი გავდივარ. მაქსიმალ კიდე ხვალ დილით რა უთენია და პრიუსესი წავიდა მოკლედ რა იქ ბალკა და დავაყენე ეგ პრიუსეს ბალკა რა. ეხლა მზად არის ამას გარესხო უნდა, მაგრამ მეტი არა ჩემი რომ გავრესხო. დაგათვალიერებინებთ ეხლა ეს რა ზვალი აქვს, რა ზვალს ასწორებენ ვაფშე ყველა მანქანაზე. დიდ მანქანებზეც. აქეთკენ პრიუსზე მატროს ცვლიან. ეს კემრი ეს კემრის მალიარკა არის, აქ რაღაცებს აკეთებენ და ყველაზე მაგრად რაც დამევასა ჩემპიონში არის კიდე რომ ჩრაკის ის აქვს, სამღებრო ისინი ჩრაკით შეეტევა და პატარა დოჯირამი და ეგეთი მანქანებიც. კიდე არის რობოტი და სამომავლოდ მანქანის დათრევა მინდა რა და ცოტა მორტყმული და ეგეთი მანქანის დათრევა მინდა რომ ცოტა იაფი დამიჯდეს. და გაასწორეს მაგრად რა, იმიტომ რომ ცოტა იაფში გამოძვრები რა და ეს რობოტი რო აქვს, ასწორეს მაგრად. იგი აქვს პრიუსის მეორე თაობა, მესამე თაობა, პრიუსესი და Toyota Camry-ის დაშლილები რა. ნაწილები ნახეთ იმენ. რა ნაწილი გინდათ? რა ნაწილი გინდათ, პროსტა თქვი და ყველაფერი არის. ხო, კიდე იმას ვაკეთებთ, რა ქვია, ნებისმიერ მანქანას გავაკეთებთ, ნაწილების გამოწერაში დაგეხმარებითო, მოძიებაშიო, ყიდვაში ვაფშე ყველაფერში დაგეხმარებითო რა. წავედით ახლა განახეთ კიდე შიგნით სუშილიკას რა. ეს პრიუსია გაღონული. თან მაგარი გაღონულია და უნდა გაჭიმონ რობოტზე გააკეთონ ეს. სუშილიკა ძალიან დიდი. ჩრაკით შემოეტევა. თავისუფლად ჩრაკით შემოეტევა და ბაქ ჩრაკით და ჩემი აზრით ტრაილერით შემოეტევა ვაფშე. ძალიან დიდი სუშილიკა არის რა. ესე მითხეს თუ გინდაო სწრაფად შეღვევაო ხარისხიანათო სწრაფად გაგიკეთებ და ხარისხიანათო კიდევ დაზღვევასთან ითანამშრომლებენ estimate-ებს დაგიწერენ მანქანას თუ რამე მოგივიდათ ავარია და რაღაცები ღმერთმა დაგიფაროს და ანუ მანქანას დაგიწვიან რა ანუ რა ჭირს რა ნაწილები გჭირდება ხელობას რამდენი უნდა ყველაფერს დაგიწვიან რაც საჭირო არის, რამდენიც რა გჭირდება ყველაფერი და დაზღვევას გადაუგზავნიან და ანუ იდეაში მანქანა რო აქ მოიყვანო და გააჩერო და უბრალოდ მანქანას რაღაცა ჭირდეს, ყველაფერს ესენი გააკეთებენ რა. estimate-ებს გაუგზავნიან დაზღვევასთან და ნუ მოკლედ დაზღვევასთან ყველანაირად ითანამშრომლებენ. კიდევ აქვთ დილერის ლიცენზია, მანქანის ყიდვა თუ გინდათ კოპარზე, იაიზე, მაჰეიმზე და დანარჩენი აუქციონები სადაც არის, ნებისმიერ აუქციონზე გაყიდინებენ მანქანებს რა. ეს არის მისამართი და მისამართს მაინც დავწერ. აქაც დავწერ სადმე. აქაც არის. და აღწერაში ჩავსავ აუცილებლად რა. და სამღერო სამუშაოებზე მითხეს რომ მოიყვანე როცა გინდაო და ძალიან მალე გაგატანთო. ეს ძალიან კარგია. წავედი მოკლედ ახლა. წავიყვანე ჩემი მანქანა
და კიდე ხო ქართველები არიან. წავიყვანე ხა ჩაი მაქანა დავაში და წავედი სამუშაოდ და იმედია კაი გზა მექნება. თოვლი და ყინულები არ მომიწეს, მაგრამ იანვარია და ეხა იანვარი, თებერვალი, მარტი იქნება მაგარი ყინვა და მაგარი თოვლი და მაგარი ქარები და რამდენად უნდა გადავატარო რა. წავედი მოკლედ. მათო რამდენ ხანში ჩადგეთ? 1 საათში. საგულგეთ ხარ. წავედი მოკლედ და შემოგიერთებით შემდეგი ვიდეოდან.